ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ბებო, ჩემი ყურსასმენები ხო არ გინახავს? აქ არ არის ბებო. მან და არა იქნებ სხვაგან დაინახე სადმე. ეს არ მინახავს. მაშინ ხო არ იცოდა ჩემი ყურსასმენები? არა მამიკა. აღარც გუშინ არ მინახია. არც ყურზე არ გკეთებია და არც კისერზე შენ რო იცი ხოლმე. ვისუ დავკარგო გავგიჟდები რა, დედას ნაჩუქარია, გერმანიიდან ჩამომიტანო. არა ბებო, არ დაკარგავ. სახში იქნება, აბა სად იქნება? ბე, კარგად ნახე აქ ყველგან. კი, ასად არ არის. კონცერტზე ქონდა წამოღებული? ქონდა, მაგრამ სულ ჩანთაში მქონდა, არა მომეღია. იქნებ მანქანაში არ მოგივარდა. ხო, მაგრამ ჩვენი მანქანით არ ყოფილვართ. აქედან ტაქსით წავედით, იქიდან ქეთი წამოგვიყვანო. ხო და აი აუცილებლად ქეთის მანქანაში იქნება. აუ, გთხოვ დაურეკე რამა. დაურეკა მამიკო, მაგრამ ძალიან ადრეა 8 საათი არის. გათენდეს ცოტა. მიდი ბებო, გეხვეწები რა. ჩაიცვი ახლა შენ სკოლაში არ დაგაგვიანდეს. ხო და მამა დაურეკავს მერე. აი, მაშინ გზიდან დაურეკოთ, მამ. არა, შიდან დავიკოთ. წამოეხა. მოდი, ჩქარა. აუ ჯერ გამარჯობა გეთქვა ან როგორ ხარ? დილიდან რო ბრძანებებს მაძლევ. გადაიკეტა გზა, წაიღე ეს უთები. ესენი ყველაფერი ჩვენ უნდა შევიტანოთ? ჩვენ არა, შენ. მე? მე რატო? აბა მე მანქანა უნდა გადავაყენო, ეხლა ცუდად მიყენია. დაიმატებ მესამეს. და ესე როგორ ვიარო? ჩვეულებრივად, იცი როგორ გიხდება? სხვათა შორის აი ეს ადგილი გაქვს ძალიან ლამაზი. დაიმატებ მესამეს. იცოდი, თუ დამიყრება შენი ბრალი. ჩემი არა ის, მიდი წადი დროზე. ჩქარა, ბიჭო, ჩქარა. ელა. რა? ვაიმე, წელი. წელი? არა უშავს, ქორწილამდე გაგივლის რა. რა იცი? რავი, რაღაცა გული მიგზნობს ეგ. და რო არ გამიაროს? ნუ მაშინ ქართულს ვერ იცეკვებ და ეგ იქნება რა. მოიცა, ქართული ცეკვა აუცილებელია? ხო, თუ ქართულ ქორწილს აპირებ, ქართული უნდა იცეკვო. თუ ევროპულს, მაშინ ვალსი შეიძლება. თუ ლათინო ამერიკულს, მაშინ ჩაჩაჩა. არა. ისევ ქართული მირჩენი. ხო, ნუ მოგიწევს გასმების დამუღამება მაშინ. ო, შენ მიღადავე და იცი რამდენი საქმეა, რამდენი რაღაცა მოსაფიქრებელი? მერე? ადაკი და მოიფიქრე. მაგრამ შენ რას მოიფიქრე? ფიქრი. არასდროს არ ყოფილა შენი ძლიერი მხარეზე. და შენი ხო არის? ჩემი არის. ხო და მომაფიქრებინე მაშინ სად გადავიხადო ქორწილი? მოგაფიქრებინებ, რაც ჩემთან დაიწყე მუშაობა, იმის მერე არაფერზე არ გიფიქრია შენ. და სამნა გადაიხადო და საქორწილეში. საქორწილეში? ხო. აუ მიდი რა. სად და რესტორანში, ბიჭო, სად უნდა გადაიხადო? გამარჯობა, რომელში? ნუ სადაც გემრიელი, ნიგზიანი, ბადრიჯანი და ხაჭაპური იქნება. ეგ როგორ უნდა გავიგო? ესე იგი წინასწარ ვივლი მე დეგუსტაციაზე. მივალ და გავსინჯავ ყველგან. კარგი რა. და ჯვრის წერა ქორწილამდეა თუ მერე? მერე, კაცო. ვის გაუგია ეხლა? შიერ კუჭზე ჯვრის წერა. ო, მიდი რა. მანამდე არის ბიჭო. ხელის მოწერაც, ჯვრის წერაც
და მე არის кейფი დაშმანდური. რა არიცი? საიდან უნდა ვიცოდე? პირველად მომყავს სოლი. მაშინ შენ ისიც არ გეცოდინება кейფის მე რა უნდა გააკეთო. რაღაცები ხო არ გაქვს შესაძლებელი. მაგ. ხო და მიხედე. მე წელი მტკივა. კეთი ბოდიში და ესე უცებ მოგადექი სამსახურში, მაგრამ შემჭამა ელენე მდიდა. ფოტოები ხარ წაეშა. არა, ეგეთი აპოკალიფსი არ გვაქვს. დანარჩენს მოევლება. კი, თან მარტივად, იმიტომ რომ ელენე რისი ელენეა თუ პანიკა არა ტეხადილიდან. აი რა, სულაც არის პანიკიორი. უბრალოდ გადამეტებული ემოცია. კარგიც და ცუდიც. მართალი ხარ. ანუ რაღაცა თუ ხარი, აი ძალიან ბედნიერია და თუ პირიქით აღარაფერი აღარ უნდა. ეგ ასაკისბრალია. რომ მახსენდება ბავშვობაში მეც ზუსტად ეგეთი ვიყავ. ანუ გადაუვლის. თლად ბოლომდე არა, მაგრამ თუ ყველაზე ცოტა ყურსასმენების გამო მაინც აღარ ჩავარდება პანიკაში. ვაი მე რა იდიოტი ვარ. ჩემთან დარჩა მანქანაში. დარეკვა მინდოდა, საც რო დავხედე გვიანი იყო და მე მომერიდა. აი არა უშ. აუ როგორ დამავიწყდა. აი სკოლაში მე უკან გავახარებ რა. აუ ვიფიქრე მანქანაში არ დავტოვებ, თქო სახში ავიტანე და დღეს დილით ისე მეჩქარებოდა რომ დამავიწყდა. ეხლა ნახევარ საათი შეხვედრა მაქვს და საღამოს რო გამოვუტანო შეიძლება. არა, შენ რატომ უნდა იწვალო? მე გამოგივიდე და გამოგართე. ბოდიში მინდა რომ მოვხდე. რატო ყურსასმენები რო იპოვე? არა, იმიტომ რომ ვიპოვე, არ დავურეკე და ბავშვი ნერვიულია. დღეს საღამოს რომ ხვიდე თქვენ ჩემთან. აი არ ვიცი, ნახოთ რა. არ შეგაწუხებთ. არ წუხდები, პირიქით გამეხარდება. აი ვკითხავ ელენეს და ვნახოთ. ელენესაც გავუხარდება, დარწმუნებული ვარ, თან გარემოსაც შეიცვლის. აი ნახოთ რა. უთხარქეთი სურპრიზი აქვს შენთვის თქო. ნუ მაშინ გამოფრინდება და ეგ არის. ხო და მაშინ გელოდებით. კარგი. დროებით. Here in the night where the silence crashes, traveling alone in an empty carriage, thinking of you, thinking of me. Every hour is an age without her. Every mile just takes me further away from you, away from me. But still my heart won't give me time to think. Can you feel that calm as we start to breathe? It'll be easy now, you're alone. Easy now, I'm gone. შენ რა გეძინა? არა, წამოწოლილი გიყავება. ცუდად ხო არ ხარ? არა და მაგაზე ბეშლება ნერვები. რატო არ ვარ ცუდად? რატო არაფერი არ მტკივა? რატო არ ვკვდები? ნეტა რამით შემეძლოს შენი დახმარება. შენ კი არა მე მინდა მოვკვდე. ნეტა შემეძლოს სიცოცხლის ჩუქება. ერთი წამით თუ დავფიქრებულიყავი, ჩემ ნიკას სიცოცხლეს ვიცავარ. იცი, აი ბავშვთან როცა ვარ მარტო სახლში, თავს ვაჩვენებ, რომ კარგ ხასიათზე ვარ, არ მინდა კიდე უფრო დაიზაფროს. ხოდა მარტო რო ვრჩები. აი მაშინ დავხუჭავ თვალებს და მაშინ ვარ ჩემ შვილთან ერთად. და მინდა რომ არასოდეს არ გამოვხიზლდე. მე გამახსენდება ელენე. ამ ბავშვს ხო უნდა მივხედო. აბარა. მე ჩემ თავზე მეშლება ნერვები. წამს რატო არ მომყვა ღმერთო? იცი რატო?
იმიტომ რომ ელენეს ჭირდები. და კიდე იმიტომ რომ ჩემი ცხელი ხაჭაპური უნდა ჭამო. შენ ახლა ყოველ დღე ცხელი ხაჭაპურებით უნდა იარო? რა საქმე მაქვს რომ მეტი? თან ხო გახსოვს ბავშვმა რო თქვა. ნუნუს ხაჭაპური მომენატრაო. მართლა სადაა ბავშვი მალე მოვა? არა, არ მოვა მალე. მაგას და კობა სადღაც უნდა გაევლოთ. ვაიმე ეს კობაც როგორ მანერვიულებს. ადამიანს აღარ გავს, აი არ ვიცი, ეს ბავშვიც ისე არის მიწეპებული. მამამ დამაძინოს, მამამ წამიყვანოს, მამამ მომიყვანოს. და სამსახური? ხო, სამსახური, რა ქნას არიარო სამსახურში? ნუ გუშინ ისე შემაშინა. რატო? ეძინა უკვე მე სამზარეულოში ვიყავი და რაღაცა ყვირილი მომესმა. გავარდი, შევარდი ბავშვთან და ვხედავ წამომჯდარია, ტირის ვერს უნთქავს და მამას დაურეკეო. კინაღამ გავაფრინე. ტყობა შეშინებულია ბავშვი. თან ხო იცი ბავშვები როგორი ემოციურები არიან. მით უმეტეს ელენი აგერ ცოტა ხნის წინ დედა დაკარგა. ალბათ ეშინია, კიდევ ვინმე ახლობელი არ დაკარგოს. მაგას მოუკვდე. რომ დამეჩაგრა ეს ბავშვი, ჰა? რა დროს მაგის შიშებია? ეთო დარწმუნებული ვარ ეხა დღეს შენ ლუკმა არ გექნება ჩადებული. ხო, მართალი ხა და მიგე არ მიჭამია. ჩამო ხაჭაპური და ჩაი დარგეკა. აი მე დედა. მე გადაიღე შეცრა. მოგწანდით. ვა, აქ რა გინდა? აი გამარჯობა მაინც მითხარი ჯერ წესიერად. არ გინდა, კარგად მოწყობილ ხარ. საკუთარი ოთახი, კომპიუტერიც გაქვს? ჩემი ოთახის დასათვალიერებლად მოხდი? არა. ბოდიშს მოსახდელად. შენი ბოდიში არ შეემჩნევა და მიბზარია ხარ. კაი, ვიცი რომ გაბრაზებული ხარ გაბრიელის ნათლობაში რომ ვერ მოვედი. გიჟური დღე მქონდა რა. ო, გახაწები რა. იცი რა კერეს, შენთვის რაღაც მნიშვნელოვანი რო არის ხოლმე. მაშინ